სახელითა მამისათ და ძისათა და სულისა წმინდისათ. დღეს ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. ჩვენ მადლიერნი ვართ უფლისა, ვინც ქრისტიანები ვართ, ქართველები და ვინც საქართველოში ცხოვრობს, რომ ოდესღაც ჩვენმა წინაპრებმა ქრისტე ღმერთი ჩვენი ღმერთი ადამიანად მოსული გულით შეიყვარეს და ცხოვრების საზრისად გაიხადეს და მთელი თავის ცხოვრება, როგორც პირადი, ისე სახელმწიფოებრივი მას მიუძღვნეს. მაგრამ ეს ყველაფერი ერთხელ დაიწყო. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში მოციქულებმაც იქადაგეს, მათ შორის წმინდა ანდრია პირველწოდებულმა, მაგრამ მაშინ რაღაც საყოველთაო სახე ვერ მიიღო ჩვენში ქრისტიანობამ, თუმცა გარკვეული ქრისტიანული თემები რა თქმა უნდა შეიქმნა. ერთი ადამიანის მოქცევაც კი რთულია. წარმოედგინეთ, ხო, გამოგვიცდია, რომ როგორ გვინდა რომ ვიღაცას ქრისტეს რჯული გავაგებინო და ეს როგორ სირთულეებს შეიცავს თავის თავში, როგორ გინდა ადამიანს გააგებინო, რომლის გულსაც ღმერთი არ შეხებია. ჩვენ ვიცით, რომ თუ ადამიანის გულს ღმერთი არ შეეხო, აბსოლუტურად უპერსპექტივო საქმეა, რომ მას სახარებისეული სინათლე დაანახო. მეცაც გეტყვით, ეს ჩემი ალბათ სხვა მამების დამეთანხმებია, ჩემი სამწუხარო გამოცდილება, სამრევლოში მდგომი ადამიანების საკმაოდ რაღაც არც თუ ისე პატარა ნაწილს მე ვესმის, ახლა ამას ესე ვამბობ უსახელოდ და მე ყველა ჩვენგანს ეს გულში ხდება, მაგრამ კარგია თუ ხდება, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა ვაკეთებდეთ რევიზიას საკუთარი თავისა. სამრევლოში მდგომობს, მარტო ჩვენთან არა, რა თქმა უნდა, ზოგადად ის ვინც ნომინალურად ეკლესიის წევრებად ითვლებიან, რამე თუ ნათელღებულნი არიან და როგორც წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი საკმაოდ მწარედ გვიწოდებს, ასეთებს, მკვდარ შობილებს. ადამიანები არიან და სახარებისეული ნათლის ხედვის უნარი არ აქვთ, ინტელექტუალურადაც კი. აღარ ვლაპარაკობ ცხოვრების წესით, ფსიქოემოციით, გრძნობის მიერ დამოკიდებულებით, პასუხისგებლობით. ამიტომ ის რომ ერთი ადამიანის კი გაქრისტიანდეს და მან მართლა გაეხსნას მას სახარება, მართლა დაინახოს რა სიტყავს მისგან ღმერთი და რა ნათელი მოიტანა, ეს მართლა მე ვარ ნათელი, რომ ამბობს უფალი, მართლა განიცადოს ეს. გასაგებია, რომ ჩვენ შევქმნენ ნათელს, ასე ვერ ვჭრეთ როგორც დიდი მამები, მაგრამ გულისმიერი დამოკიდებულება ხო გვაქვს და აი ეს რა რთულია ეს ერთ ადამიანთან და წარმოგიდგენიათ მთელი ერის გაქრისტიანება, რომ მან ერმა საკუთარ ყოფად, საკუთარ კულტურად, საკუთარ სოფხედველობად გაიხადოს ქრისტეს რჯული. ეს არის უბრალოდ აი რაღაცა სასწაულთა სასწაულია, შეიძლება ასე ითქვას. ამიტომაც ძალიან მცირე ერებია, რომლებმაც მიიღეს და მერე შეინარჩუნეს კიდევაც ეს. და მოციქულთა ხვედრი შესაბამისად ძალიან რთულია. წარმოედგინეთ, მოციქული შემოდის ფაქტობრივად ველურ ქვეყანაში, შეიძლება კულტურულად ველური არც ყოფილიყო. მაგალითად, ეგვიპტელები პირიქით უფრო განვითარებული იყვნენ ცივილურად ვიდრე იუდეველები, მაგრამ აი სულიერი თვალსაზრისით, აი რა თქმა უნდა ველურები იყვნენ, აი ძალიან გაუჭირდათ აღქმად, გაგებას, ცოცხალი ერთადერთი სამყარო შემოქმედი ღმერთისა. საერთოდ ეს პრობლემაა, იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება ძალიან განათლებული, ძალიან ჭკვიანი იყოს, მაგრამ სულიერად დახშული კონდეს ის სულიერი თვალი, რომელთაც მან შეიძლება ღმერთი იხილოს და ღმერთი დაინახოს. და როგორია წარმოედგინეთ, შემოდის მოციქული სხვა საერთოდ ტომის წარმომადგენელი, სხვა კულტურის, სხვა ქვეყნის საერთოდ რაღაცა უცხო მოაქვს. როგორია რომ ეს მიიღოს ერმა ადამიანებმა, ცალკეულმა ადამიანებმა. მოციქულთა ხვედრი ძალიან რთულია, იმიტომ რომ პირველი რეაქცია, რაც როგორც წესი მოციქულს აქვს, ეს არის უარყოფა მისი სიტყვების. გახსოვთ პავლე მოციქულის საუბარი ჭკვიან ადამიანებთან. ხო ვერ ვიტყვით, რომ არეოპაგში ათენელებს რო ესაუბრებოდა, ისინი ინტელექტუალური ადამიანები არ იყვნენ. ესაუბრება მათთვის გასაგებ ენაზე, ვთქვათ, ბერძნული ფილოსოფიით, ბერძნული პოეზიით, ხო, გესმის სხვადასხვა ქარაგმებით, სხვადასხვა სიმბოლური მინიშნებებით, გონიერია პავლე მოციქული და შემდეგ 2-3 კაცი გამოყვა. ანუ
ძალიან რთულია, მოციქულთა ხვედრი უმძიმესია, შენი არ ესმით. გასაგებია, ხო ქრისტესი არ ესმოდათ. ღმერთი მოვიდა 500 მოწაფეზე მეტი მას არ ყოლია თლიანობაში. და აი, როდესაც ჩვენ ვიღებთ ამას, მე ამას შენარჩუნება უნდა. და შენარჩუნება უპირველეს ყოვლისა პიროვნულ დონეზე, იმიტომ რომ თუ პიროვნულ დონეზე ჩვენ სარწმუნოება ვერ შევინარჩუნებთ, ჩვენი ერი მთლიანობაში ვერ შეინარჩუნებს. ამიტომაც არის ხოლმე ხშირად ვითქვამს რაღაც აი კრიტიკული მასა, ატომურ ენერგეტიკაშია, ხო ეს ცნება. თუ ის კრიტიკული მასა იქნება, მე ფეთქდება, ხო, ბომბი. აი კრიტიკული მასა, რომლის ქვემოთ თუ დაიწია ამ კრიტიკულმა მასამ იმ ქართველებისა იმ ქრისტიანებისა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, რაღაც ზღვარს დაბლა თუ ჩავიდა, ხო, დამთავრდა საქართველოს როგორც ქრისტიანული ქვეყანა აღარ იარსებებს. ეს კრიტიკული მასა შეიძლება იყოს რეალიზებული, შეიძლება პოტენციაში მყოფი. ვფიქრობ, ძალიან ხშირად პოტენციაში მყოფი იყო, მაგალითად საბჭოთა კავშირის პერიოდში უფრო პოტენციაში მყოფი იყო, იმიტომ რომ პროცენტულად თითქმის ქრისტიანები აღარ იყვნენ. მაგრამ იყო ის პოტენცია, რომლიდანაც კვლავ აღორძინდებოდა საქართველოში ეკლესია და ესეც მოხდა. ხო და დღეს როგორ ავარ და რამდენი ვართ, რანაირად ჩვენ ეს არ ვიცით. მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს პიროვნული პასუხისგებლობა. მთელი საქართველო რო გადარჩეს და ცხონდეს და მე ღმერთს გული დაუხურო, მე წამწყდები. ამიტომ ეს ერთი მთლიანად რო ჩვენ გვინდა გადავჩეთ, ეს ერთია და ჩვენი განმანათლებლის დღეა და რა თქმა უნდა ჩვენ ამაზე ვფიქრობთ და გვაწუხებს და გვადარდებს, მაგრამ პასუხისგებლობა ყველა შემთხვევაში პიროვნულია. პიროვნული. და პიროვნულად ვარ პასუხისგებელი ჩემი თავის გამოც და ერის გამოც, იმიტომ რომ ჩემნაირი პიროვნებებისაგან იქნება ეს კრიტიკული მასა, ის 10 მართალი ბიბლიური ტერმინი რო გამოვიყენოთ, რომლის არსებობის შემთხვევაში ჩვენი სამშობლო გადარჩება. რაც შეეხება პიროვნულ პასუხისგებლობას. პიროვნული პასუხისგებლობა სხვადასხვა სირთულებს ეჯახება ჩვენი პიროვნული გადარჩენა, პიროვნული რწმენის შენარჩუნება. და თქვათ აი ერთ-ერთი თქვათ ბევრი ნიუანსი აქვს ხო ჩვენი პირასულიერ ცხოვრებას და თქვათ რაღაც გარკვეულ ნიუანსებს თქვათ დღეს შევეხებით დღევანდელი სახარების მიხედვით აი როგორც მათეს სახარებაში იცით კითხულობდით იგავურ სახეს 10 ქალწულის შესახებ ძალიან საინტერესოა ეს ძალიან როგორც ყველა იგავური სახე ძალიან საინტერესოა და ჩვენთვის აი რამდენიმე შტრიქს გამოვყოფთ აი მაგალითად კითხულობთ რომ დაყოვნებასა მასიძისასა. ანუ ქრისტეს მოსვლაზეა, ქრისტესთან შეხვედრაზეა საუბარი, ხო? რას ნიშნავს დაყოვნება? ღმერთი დროის მიღმიერია. რას ნიშნავს მისი დაყოვნება? ხო? ეს არის ჩემი სუბიექტური განცდა ღმერთის ჩემთან მოსვლისა, მოხილვისა, მისი საერთოდ დაბრუნებისა მეორედ მოსვლას იგულისხმება, ხო, აქ რა თქმა უნდა. მისგან თქვათ მადლის შეხებისა, რომ თქვათ აი სული მოვითქვა ცოტა ამ წუთის სოფელში და კვლავ გავაგრძელო სულიერი ცხოვრება. აი ეს დაყოვნება. ხო შემთხვევით რა თქმა უნდა აწერია. ღმერთი ყოვნის თითქოს, ღმერთი თითქოს გწდის ჩვენს მოთმინების უნარს, ცდის და ჩვენში მოთმინების ამ სათნოებას აყალიბებს და აძლიერებს, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვითხოვს ასევე რომ ადამიანები რო იწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას, აი იგავი რო არის თესვარზე. ხო, სხვადასხვა ადგილას რო ვარდება და სხვადასხვა გულს რო გამოსახავს. არიან ადამიანები, რომლებიც კი იწყნარებენ ღვთის სიტყვას, ანუ მადლს და სულიერ ცხოვრებას იწყებენ, მაგრამ დიდხანს ვერ ინარჩუნებენ. და უნდათ შევინარჩუნოთ უკანასკნელ ამოსულ თქვამდე. ამიტომ ერთი მხრივ დიდხანს სიცოცხლე კარგია, რაც მეტად ახალგაზრდები ხართ, კარგია რომ მეტი სიცოცხლის დრო გაქვთ. ხო, რაც მე ციცოცხლებ თითქოს კარგია, მაგრამ მეორე მხრივ რაც დიდხანს ცოცხლობ, უფრო მეტად უნდა დიდხანს შევინარჩუნოთ, მინიმუმ შევინარჩუნოთ წმენა, მაგრამ შენარჩუნება არ არის საკმარისი, წმენა სჭირდება, წმენა დინამიური პროცესია და იგი ყოველთვის უნდა ვითარდებოდეს. და ეს კიდევ ვიმეორებ, უკანასკნელ ამოსულ თქვამდე 100 წლის რომ იყო, ვნებებისაგან დაფერფლილი და დაცლილი მთლიანად მაშინაც უნდა ფრთხილად იყო, რომ იქაც შეიძლება გაცდუნოს ბოროტმა თუნდაც უიმედობი და სასწარკვეთილებით. და აი ამ წმენის შენარჩუნებას კიდე ჭირდება ყოველთვის ჩვენი თანამშრომლობა, თანამუშაკობა ღმერთთან და ბრძოლა. მეომრის სულისკვეთება ჭირდება, მოწამეობრივი სულისკვეთება ჭირდება ადამიანს. არ გამოდის უბრალოდ სხვანაირად, უბრალოდ მოშვებული, მოდუნებული ქრისტიანობა არ არსებობს. ამიტომ დიახაც დაყოვნებასა მასიძისასა დიახაც მაქვს ეს სუბიექტური განცდა რომ იგვიანებს არ მოდის და მე კიდე მოთმინებაში უნდა გავიწვრნა და ამით
ვავლენ მე თუ რამდენად მიყვარს ან რამდენად ვისწრაფი ქრისტეს სადმი სიყვარულისკენ. და შემდეგ ხედავთ რომ მიერულა და ყოველთა დაიძინეს. ეს ძილი არის სამწუხაროდ თითოეული ჩვენგანის აქ რა თქმა უნდა ფიზიოლოგიურ ძილზე არ არის საუბარი. ჩვენ სულ მუდამ ვიძინებთ და მერე ისევ ვიღვიძებთ. ვიძინებთ და ვიღვიძებთ. მიუხედავად იმისა რომ მრავალგზის ჩემი თავისთვის მithავს რომ არ დაკარგო არც ერთი წამი, მაინც ვკარგავ. მიუხედავად იმისა რომ ყოველ წირვაზე რომ მოვდივარ ჩემ თავს ვახსენებ რომ ეს ბოლო წირვაა ჩემთვის და მეტის წირვის საშუალება აღარ მომეცემა, მაინც არ გამოდის ეს წირვა ისეთი როგორიც უნდა იყოს სულიერ სიფხიზლეს, გნებავთ გონებრივ სიფხიზლეს, გულისმიერ სიფხიზლეს, წირვის დროსაც კი რა 1 საათი გრძელდება წირვა. წირვის დროსაც თავი და ბოლომდე ვერ ვინარჩუნებთ. გესმით რა შეასახა ჩვენი პრობლემა. აი როცა მობილიზებული ხარ, შენ თავს აჯერებ რომ ეს ბოლო წირვაა და იწყებ ასამაღლებლი და ბოლომდე უნდა ჩახვიდეს ზიარების ჩათვლით, ბოლომდე ვერ ინარჩუნებ სულის სიფხიზლეს, ღვიძარებას, იქაც კი ახერხებ მრავალგზის სულიერად დაძინებას. და წარმოგიდგენიათ, ეს წირვა, როცა ყველაზე კონცენტრირებული უნდა იყოს. ხო გარეთ რო გავდივართ, ამიტომ ჩვენ სულ ვიძინებთ, ამიტომ აქ რომ მიერულა და დაიძინათ, ეს ჩვენა ვართ, ჩვენ გვძინავს სულ ეს. ხოლო შუაღამეს ოდენ ღაღადება იყო. ნახეთ შუაღამე, ანუ როცა ყველაზე კარგად და ღრმად გძინავს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ შენ არანაირი გარანტია არ აქვს იმისა, რომ ის ნიშნულოვანი შეხვედრა ღმერთთან, ან შენი გარდაცვალება, ან უფლის დაბრუნება არ მოხდება მაშინ, როცა ყველაზე მაგრად გძინავს, როცა ყველაზე მეტად მოშვებული ხარ, როცა ყველაზე მეტად გგონია, რომ არა კაცო, ეხლა ეს არ იქნება. გახსოვთ ქრისტეს სიტყვები სხვაგან? ყველაზე ძალიან როცა არ მოელი, მაშინ მოვა. ან საკუთარ თავს ქურდს რო ადარებს, აი ქურდი რო მოდის, ხო, სახლის პატრონი არ ელოდება. გესმით, თორე რო იცოდეს რომ მოვა, მაშინ დახვდება და ქურდი ვეღარ მოიპარავს. ანუ ეს მოულოდნელობის მომენტი და რატო რა ღმერთი გამოჭერაზეა, კაცმა შეიძლება კითხვა დასვას. არა. ღმერთს უნდა რომ ნამდვილი იყო და ნამდვილს სულ ყოველთვის წყურია, ყოველთვისია და ყოველთვის ცდილობს უყვარდეს ქრისტე. ის არ არის ეპიზოდურად მოყვარული, ეპიზოდურად მორწმუნე, ეპიზოდურად ცოცხალი, ნამდვილი სულ ცოცხალია, სულ მზათარი, სულ უნდა, სულ უყვარს. ეს არის ნამდვილი და ჩვენ ეს ნამდვილი უნდა ავგზარდოთ. და დიახაც შუაღამეს ოდენ ღაღადება იყო და სიძე მოვალს. გახსოვთ, გამოვედით მიგებებად მისა. ეს ნახეთ, გავიგე მოდის და არ შეიძლება მეძინოს, იმიტომ რომ მე უნდა გამოვიდე მიგებებად მისა. ანუ აქტიურ მდგომარეობაში უნდა დავხდე. მე უნდა გამოვიდე მიგებებად. ეს მიგებება თუ არ მოხდა, თუ პასიურ მდგომარეობაში ვარ, ესე იგი მე ჩემთვის ეს შესაძლებლობა დაიკარგება. გახსოვთ რომ იქ 5 ქალწულს, რომელიც სულელად იწოდება, ზეთი არ აღმოჩნდება, არ აღმოაჩნდა საკმარისი. ანუ ზეთი ეს ჩვენი სულიერი ცხოვრების ნაყოფი, ჩვენი სულიერი ცხოვრების კეთილი ნაყოფი, სულიერი ცხოვრების კეთილი ნაყოფი. მათ არ აღმოაჩნდათ საკმარისი. ანუ ჩვენ შეიძლება სულიერად ცხოვრობთ და კმაყოფილებას განვიცდიდეთ, რომ აი ლამპარი ანთია, ხო, ლამპარი ენთოთ, ხო, ლამპრები ქონდათ ენთოთ და კმაყოფილებას განიცდიდნენ, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა. თვით კმაყოფილებაში იყვნენ, თვით კმაყოფილი ადამიანი სულიერ ცხოვრებაში არის ის ადამიანი, რომელსაც ზეთი არ აქვს სინამდვილეში. იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანის სულიერ ცხოვრებაში კმაყოფილი იყოს. ჩვენ ღმერთი არ გვინახავს ისე როგორც უნდა გვენახოს. ამიტომ სანამ ღმერთს არ ვიხილავთ, როგორ შეიძლება იყოს კმაყოფილი და რადგან ჩვენ ხორცში მყოფნი ვართ, ამიტომ სიცოცხლის უკანასკნელ ამოსულ თქვამდე უკმაყოფილონი უნდა ვიყოთ საკუთარი თავისა. ეს ნიშნავს იმას, რომ არასოდეს არ უნდა ვიყოთ დამშვიდებული, კაცო ზეთი გვაქვს, ანუ ნაყოფი გამოღებული მაქვს, არაფერი ნაყოფი გამოღებული არ მაქვს. გესმით, არაფერი ნაყოფი გამოღებული არ მაქვს. და მე გახსოვთ, რომ ეს კარები დაიკეტება ამ იმათ წინაშე, ვისაც ნაყოფი გამოღებული არ აქვს. ესენი ათეისტები არ არიან, ისინი ამბობენ უფალო განგვიღეთ ჩვენ, ანუ მათ რელიგია აქვთ. მათ რწმენა აქვთ. და გახსოვთ გუშინას გითხარით, ხო? სიმონ ახალი ღვთისმეტყველის უცნაური სიტყვები, რომ რწმენით მოხიბლულებს გონიათ, რომ ღმერთის შვილები არიან, მაშინ როდესაც ისინი ღმერთს არ იცნობენ. რწმენით მოხიბლულებს. ხო და ეხლა მე რო წავიკითხე ეგ სიტყვები, ცოტა შეგაზანზარებს, იმიტომ რომ გესმის ჩვენ გვიხარია რომ მორწმუნეები ვარ და რწმენით ხილში შეიძლება აღმოჩნდე. გონია რომ ღმერთის შვილი ხარ, და არა ხარ, იმიტომ რომ არ იცნობ. და აი
ეს ყველგან ჩანს წმინდა წერილში, აი აქაც ჩანს, ლოცულობენ, მას მოუწოდებენ, გახსოვთ მსგავსი ადგილები სხვაგან არის შენ წინაშე გქონდა ეს ცხოვრება საოცარი, ხო? სარწმუნოებრივი, სასწაულ მოქმედიც ვიყავით. გესმით, აი რწმენა, რელიგიურობაც, რწმენაც აქვთ, უბრალოდ რელიგიურობა კი არა. ქრისტესადმი რწმენაც აქვთ. და გახსოვთ საშინელი პასუხი. ხოლო მან მიუგო და რქვა ამათ, ამინ გეტყვით თქვენ, არ გიცნით თქვენ, არ გიცნობთ თქვენ ეს სიტყვები, რომელიც მუდამ უნდა გვაფხიზლებდეს, იმიტომ რომ ეს სიტყვები პირველ რიგში მე მეკუთვნის, მე არ ვიცნობ მას. არ ვიცნობ მას. ჩვენ რო ქრისტეს ვიცნობდეთ, ეს ცნობილობა, ინტელექტუალური ცნობილობა არ არის, ეს ცნობილობა არის კავშირი, შინაგანი. ეს რომ ჩვენში არსებობდეს, ჩვენ საერთოდ სხვანაირები ვიქნებით, ჩვენ მართლაც გავანათებდით. და მე აი ბოლოს კიდევ ერთხელ ამბობს, იღვიძებდით უკვე, რამე თუ არ იცით, ხაზგასმით გვეუბნება, არ იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინაძე კაცისა მოვიდეს, მართალია მთელი სამყარო, ხშირად მთელი სამყარო როგორ ნაწილი ვითომ ქრისტიანებისას უმკითხავენ, ეხლა მოვა, ხაზგასმით ამბობთ, არ იცით, ამიტომ უნდა იღვიძებდე. ეს არის უფლის დაბრუნებასაც ეხება, ეს ჩვენ პირად გარდაცვალებასაც ეხება. ხოლო მოციქულები, რომლებმაც ჩვენ რწმენა მოგვიტანეს, ჩვენი სახით აი ამგვარი ადამიანები ხვდებიან, რომლებიც ძალიან ძნელად მოსათვინიერებელები ვართ, ძალიან ძნელად გამოსაფხიზლებელნი, სულ ხიბში ვართ, სულ რაღაცა გონია. ამიტომ პავლე მოციქული ამბობს აი კორინთელთა ეპისტოლეში, რომ მოციქულებსო, ღმერთმაო, უკანასკნელი ადგილი მოგვიჩინაო, როგორც სიკვდილ მისჯილებს. ამ სამყაროში ის, ვინც ქრისტეს სიტყვას ავრცელებს, ის შეიძლება იყოს ჩათვალოთ ესე, რომ სიკვდილ მისჯილი, ვისგან სიკვდილ მისჯილი? ამ სამყაროს სასიკვდილო განაჩენია გამოტანილი ქრისტესათვის, რაც არ უნდა სასაცილო ჟღერდეს. ეს ღმერთს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. დაიქადნა ხო მე-20 საუკუნის დასაწყისში ღმერთი მოკვდა და აიტაცა ეს ხალხმა და დღემდე ასე ცხოვრობს. რადგან სანახაობა გავხდით ქვეყნიერებისათვის, აი გასართობი რა. გასართობი. ხშირად ჩვენ ესე ვართ ქრისტიანები, გვიყურებენ რაღაც უცნაურ არსებებს, ხან ბნელებს გვიწოდებენ, ხან ერთობიან, ხან გვდევნიან, ხან კლავენ და ასე შემდეგ. ეს სულ ესე იქნება, არასოდეს არ იქნება. საქართველოშიც ასე იქნება. ყოველთვის ასე იქნება. ოღონდ კიდევ ვიმეორებ, აი კრიტიკული მასა როგორი იქმნება, რა რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ქრისტეს ერთგულები არიან. მაგრამ ჩვენი რეაქცია როგორია? და აი აქ ესეც ჩვენი გამოცდაა. მე თუ მდევნეს თქვენს გდევნიან, ხო, უფალი გვეუბნება. და რადგან სანახაობა ვართ, რადგან როგორ სიკვდილ მისჯილებს, ისე გვიყურებენ და გვექცევიან, და ახლა პავლე მოციქული გვეუბნება, გულანძღავენ ჩვენ და ჩვენ ვლოცავთ. გვდევნიან ჩვენ და ჩვენ ვითმენთ. სახელს გვიტეხენ და ჩვენ ვეფერებით. ნახეთ? და ამ დროს ეს მე თუ მივიღე მოციქულთა სწორის მოძღვრება ჩემში და ესტაფეტა რაც გადმომეცა ჩემი წინაპრებისგან ჩემ გულში თუ გავაცოცხლე, მაშინ მე მოციქულთა მსგავსი უნდა ვიყო, იმიტომ რომ ის რომ მე რომ ისი გავიგო მოციქულისა, მე მის მარტო სიტყვებს კი არ უსმენ, მის ცხოვრების წესსაც ვხედავ და მისნაირი ხდები. და ამიტომ ესეთი უნდა ვიყოთ, გულანძღავენ ვლოცავთ, გვდევნიან ვითმენ, სახელს გვიტეხენ ვეფერებით და მე ესეთ რამეს ამბობს, გავხდით ქვეყნიერების განახვეტი, ყველაფრის ნაგავი ვართ დღემდე. ნახეთ როგორ საუბრობს პავლე მოციქული. მაგრამ შემდეგ აგზელებს. მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით, ამიტომ შეგაგონებთ თქვენ მომბაძეთ მე. აი ჩვენ თუ გვინდა რომ მოციქულთა სწორის დღე, ჩვენი დედა ნინოს დღე ღირსეულად აღვნიშნოთ, ჩვენში უნდა იყოს ეს მოციქულებრივი ცეცხლი, რომელიც მზად არის ქრისტეს ერთგულებისათვის, მოკვდეს კიდევაც, სამყაროსთვის ნაგავიც გახდეს, მაგრამ ბოლომდე ერთგული დარჩეს ჩვენი უფლისა. აი ეს არის ჩვენი პიროვნული პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე, საკუთარი თავის წინაშე და მთელი ქვეყნიერების წინაშე. ჩვენ ამით გადავარჩენთ ეკლესიას ჩვენს თავში პირველ რიგში, ჩვენი ერთობით ეკლესია გამტკიცდება და გაძლიერდება და ამით ჩვენი ქვეყანაც გადარჩება. მაშინ ასეთი დამოკიდებულებით, ასეთი ხედვით ჩვენ მაგალითად ასე დროს დიახაც სწორად მოვსულვართ ეკლესიაში, სწორად ვზეიმობთ
სწორად ვეზიარებით, იმიტომ რომ დამოკიდებულება პასუხისგებლიანი გვაქვს და შესაბამისად სწორი. შეგვეციოს ჩვენი დედა ნინო მოციქულთა სწორი, რომ სულიერად მართლაც მტკიცეთ ვიყოთ ქრისტეს წინაშე და მის დამიერდგულად გვეცხოვროს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.